ვიწყებთ საუბარს ჩვენ სტუმრებთან. ანა კობახიძე, პარტია სტრატეგია აღმაშენებელი, ანი ქავთარაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი. მე მივესალმები ჩემს სტუმრებს, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ანისთან საუბრით დავიწყე პირველ რიგში, ანას არ ეწყინება, იმიტომ რომ მინდა რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე იყო დღეს ახალ ამბებში, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, ვიცი რომ კლინიკური კვლევებისთვის ის იყო გადაყვანილი თოდუას კლინიკაში. დიახ, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მივესალმები სინდისის პატიმრებს. ელენეს მდგომარეობას რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელია ამ ეტაპზე და გაუმჯობესებულია სიმპტომურად. განსხვავებით იმ მდგომარეობისგან, რაც მას ჰქონდა გადაყვანამდე ციხის პირობებში, როდესაც ის შეიძლება ითქვას იტანჯებოდა ძალიან ძლიერი ტკივილით, ჩვენ ამ ეტაპისთვის მივაღწიეთ ტკივილის მართვას. ეს არის მულტიმოდალური მართვა ტკივილის, შესაბამისად, აი ეს სიმპტომი გაცილებით უფრო შემცირებული, შემსუბუქებულია, შესაბამისად, მისი მოტორული ფუნქციებიც და მობილობაც გაუმჯობესებული არის. ის დააბრუნეს ვივამეთში. დღეს იყო გეგმიური კვლევა, თქვენ იცით რომ გეტყვით ახლა, იცით რომ პენიტენციური სამსახურისგან მქონდა პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ კვლევების ნაწილს გავაკეთებდით ვივამეთში, რასაც ჩავთვლიდით საჭიროდ სხვა კლინიკებში ან ლაბორატორიებში. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ძალიან კონსტრუქციული და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს პენიტენციურ სამსახურთან და ვივამეთთანაც, რაც მიღწევადი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში. თავადაც ხედავენ კარგად, რომ პროგრესია არის და შესაძლებელი ყოფილა მართვაც და ასეთი ტიპის თანამშრომლობა, პაციენტის ასე ამგვარად მართვა და დღეს ჰქონდა გეგმიური კვლევები ჩაანიშნული, რაც პრინციპში დასასრულისკენ მიდის, რაც იყო დაგეგმილი გუნდის მიერ, ვისთანაც კონსულტაციას გავდიოდით ამავდროულად. დაახლოებით 20 რიცხვისთვის სავარაუდოდ ჩვენ უკვე დავასრულებთ ყველა ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევას და დაენიშნება მას მკურნალობა ძირითადი დიაგნოზის უკვე, რომელიც წარმოადგენს კვლევების საფუძველზე სურათი გახდება ცხადი და შემდეგ უკვე იქნება. რა თქმა უნდა, ყველა რისკი იქნება შეფასებული, ვინაიდან ჩვენ თავიდანვე საუბრობდით, რომ მკურნალობა, რომელიც მას უნდა დაენიშნოს, გარკვეულ გვერდით ეფექტებსაც გულისხმობს, რა თქმა უნდა, და წინასწარ უნდა ყოფილიყო რისკები შეფასებული სხვადასხვა ორგანოთა სისტემების თვალსაზრისით მისი წინა ანამნეზიდან გამომდინარე. შესაბამისად, 20 რიცხვის შემდგომ, რა თქმა უნდა, საზოგადოებასაც ჩავაყენებთ საქმის კურსში. აქვე უნდა ვთქვა, რომ ელენე ალბათ ნახეთ კიდევაც სტატუსი მადლიერია საზოგადოების და მედიის, რომ მათი ჩართულობით მოხდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, შეიძლება ასე ითქვას. კი ბატონო, თქვენ გქონდათ მასთან კომუნიკაცია, ანუ ნახვის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ვიცი რომ საპატიმროში ასეთი ნაკლებად არის. დიახ, მე და ქალბატონ მაკას, მის მკურნალ ექიმს გვაქვს შესაძლებლობა რომ ის ვინახულოთ, მე ფაქტობრივად ყოველდღიურად ვნახულობ, დღეს კვლევების დროსაც ვნახე, შემდგომ ვივამეთშიც და დინამიკაში რა თქმა უნდა ვაფასებთ მის მდგომარეობას და მე ცალსახად შემიძლია რომ ამ ეტაპისთვის გაუმჯობესებული. კი ბატონო, ძალიან კარგი, მინდა რომ სწორედ იმიტომ რომ გაქვთ კომუნიკაცია მასთან, აი ამ საქმეზე, რომელიც მიდის ახლა სასამართლოში, როგორია მისი პოზიცია? ის საპატიმრო არ ესწრებოდა ხოლმე პროცესებს, ზოგადად ვიცით მისი დამოკიდებულება, არც ადვოკატი, არც მოკლედ ამ არ აღიარებს ამ პროცესს და მისი მონაწილეობის გარეშე მიდიოდა, მაგრამ საფრთხეს რომ შესაძლოა იქ იყოს წლები დამატებული, როგორ უყურებს და ზოგადად ამ პროცესს როგორ უყურებს? დიახ, გეტყვით, დღეს სწორედ უკვე ვივამეთში დაბრუნების შემდგომ მქონდა საუბარი, რა დღეა დღესო თქვით და ხუჩაბათი ალბათ იქ იქნებიან და თან ანუ რაღაც განყენებლად მე რაღაცნაირად არ მოვიაზრებ ამ საქმის ნაწილად თითქოს თავსო და ასეც არის, ანუ არაღიარების პოლიტიკას აგრძელებს ელენე არ თანამშრომლობის, რაც შეეხება მზაობას არ აღიარებდე, მაგრამ სასჯელის ზომა შეგეხება ის სულ აღიარებდე, რომ არ აქვს მნიშვნელობა რეჟიმი მომისჯის 6 თვეს, 1 წელს, 5 წელს თუ 7 წელს, ეს არის რეჟიმის გადაწყვეტილება, რის წინაშეც ელენე აცხადებს აბსოლუტურ მზაობას და მას აქვს განწყობა და დარწმუნებულიც არის, რომ მიუსჯიან კიდევ დამატებით არაერთ წელს, მაგრამ ის ბრძოლას აგრძელებს და ამბობს, რომ გაცილებით უფრო ხმამაღალია ციხის კედლები და მიუხედავად იმისა, რომ ცადა რეჟიმმა მისი შებოჭვა, ჩაკეტვა კედელში რეალურად მისი ხმა შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ კიდევ უფრო ხმამაღალია და უფრო მეტად წვდება ცივილიზებულ მსოფლიოს, ვიდრე შესაძლებელია გარეთ ყოფნის დროს ეს ყოფილიყო, მაგრამ მე
თამამად შემიძლია გითხრათ და დავადასტურო, რომ მას აქვს აბსოლუტური მზაობა და აქვს საოცარი შეუპოვრობა ამ პროცესში. ბატონო, მას აქვს მოლოდინი, რომ იქნება თქვენ ახსენეთ კიო მასთან და სხვა ლიდერებთან დაკავშირებითაც მიღებული გადაწყვეტილება, ანუ გამამტყუნებელი განაჩენი. დიახ, ახ რეჟიმისგან ყველაფერია მოსალოდნელი და ელენესთვის ეს ახალი ნამდვილად არ არის. ჯერ ის აბსურდული საქმე, რისთვისაც ზის და ამდენი მიუსაჯეს ადამიანს ფლომასტრით გაკეთებული წარწერის გამო და მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ამ რაღაც გამოგონილ, თითიდან გამოწვეულ რაღაც კომიკურ სცენარზე, რომელსაც უყურებს ჩვენ სასამართლოში, რაც ხდება დღეს, ახლა რაღაც გამოგონილი მოწმეებით და არგუმენტებით, რა თქმა უნდა, მას აქვს მოლოდინი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება რეჟიმია, რომელიც ცდილობს რეპრესირებას იმ პოლიტიკურად აქტიური სუბიექტების და ამ შემთხვევაში ლიდერების, რომლებსაც ეს პოლიტიკური პროცესი და დღის წესრიგი აქვთ ყოველდღიურად რეჟიმთან ბრძოლაში და რეჟიმის ჩამოშლის პროცესში. რა თქმა უნდა, დამაზიანებელია ეს და სწორედ ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც მათ ეღობება გზაზე და ეს ადამიანები არიან, ვინც ხელს უშლიან მათ ლეგიტიმაციას. ამიტომ რა თქმა უნდა, მოლოდინი არის კი ბატონო, ანას მინდა ვკითხო, მას რა მოლოდინი აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით? არის თუ არა ახლა ეს ყველაზე მთავარი ამბავი ოპოზიციურ დღის წესრიგში, ვინაიდან ძალიან მალე უნდა გაირკვეს ეს ლიდერები ირჩებიან თავისუფლებაზე თუ საპატიმროში, თუ ქვეყნის გარეთ. მოგესალმებით, მივესალმები პოლიტპატიმრებს, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, მოლოდინი არა მაქვს პოზიტიური და დარწმუნებული ვარ, რომ რეჟიმი გამოიყენებს ყველა ბერკეტს იმისთვის, რომ შეაჩეროს, გააჩეროს, პაუზა გაუკეთოს იმ ადამიანებს, ვინც რეალურ წინააღმდეგობაში არის ქართულ ოცნებასთან, იმიტომ რომ აი როგორც ხედავთ და რომ ავიღოთ ეს საქმეები და მათი ვის მიმართაც არის, ხო, ეს ზეწოლა ეს ადამიანები არიან 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ვინც ამ რეჟიმს წინააღმდეგობა გაუწია, არის თანამშრომლა, იმის მიუხედავად ვინ შევიდა რომელ არჩევნებში თუ პარლამენტში, ამის მიუხედავადაც რეჟიმი თulis რომ ეს ადამიანები არიან საფრთხეები, არა აქვს მნიშვნელობა ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს და ამიტომ ახლა გადასულია იმ ფაზაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს. აი ეს იცით როგორი საქმეებია, შეიძლებოდა ამ საქმეების წლობით და თვეობით გაწევა, იმიტომ რომ ვიხსენებ სულ რომ გიორგი ვაშაძე როცა ერთ-ერთი საქმის შემდეგ იყო ჩემთან სტუდიაში სტუმარი, ამბობდა რომ რაღაც რამდენიმე წლიანი საქმეაო, იმ ინტენსივობით არის ჩანიშნული და იმ რაოდენობის მოწმეებზე არის საუბარი. სწორედ აი პასუხამდე მივალ აი ამ ამბით რაც გაიხსენეთ, ამ საქმეში 200-მდე მოწმე ყავდა თავად პროკურატურის მხარეს წარმოდგენილი, მათ შორის ჩვენი მოწმეები, რომ არანაირ საბოტაჟს და ასე შემდეგ არ ვუწყობდით ქვეყანას, ხო, ამის სათქმელად. მაგრამ რა მოხდა უცებ ერთ მშვენიერ დღეს ამ პროცესების სასამართლო პროცესების დაჩქარება მოხდა, იმიტომ რომ რაც შეიძლება სწრაფად ამ ადამიანებს მიანიჭონ სტატუსები, მიანიჭონ, რა ვიცი, დაარქვან, რომ უკვე გასამართლებულები არიან. ამისთვის რომ შემდეგ გადავიდეს ეს კლანი გადავიდეს სხვა ეტაპზე. რა არის ეს სხვა ეტაპი, ამაზეც ვილაპარაკებთ. აუცილებლად ეს ფაზა რეალურად, აი რომ წარმოვიდგინოთ, კარგად მყოფი ხელისუფლება. როგორ შეიძლება ეს ხო არ არის ნორმალური მდგომარეობა, როცა ერთი პარტია მეორე პარტიას რაღაცნაირად პაექრობას უწევს, თქვათ, ან პროგრამებში, ან შეიძლება, ანუ ეს ნორმალური მდგომარეობა ხო არ არის, ხო? ეს ფაზა, რომელშიც ახლა ხელისუფლების ქართული ოცნება არის და სხვათა შორის შევიწროვებული კლანით, იმიტომ რომ როგორც ვიცით, შიგნითაც მოასუფთავა ბიძინა ივანიშვილმა ის სხვადასხვა ჯგუფები, ანუ ერთ კლანზე დააშენა ამ წუთას, ეს რამდენად კარგია მისთვის ან ცუდი ეს მალე გამოჩნდება, იმიტომ რომ იმდენი მტერი გაიჩინა თვითონ ქართულ ოცნებაში და იმდენი ან რეალურად ვისეც სუსი, რაზეც თქვათ ღარიბაშვილი, რომელიც მნიშვნელოვანი რგოლი იყო მისთვის, ყველა მოასუფთავა, ააშენა ეხლა კობახიძე დინარაძეზე რაღაც დაყრდნობილი ერთი კლანი და ეხლა არის სწორედ იმ ფაზაში, რომ უნდა კაცრი ხელით შეუტიოს გარშემო მყოფ ყველა იმ ადამიანს, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს და
ამ ფაზის ეტაპებიც ვიცით, ხომ ეს მხოლოდ საქართველოში ხო არ ხდება, ანუ წიგნი წაგვიკითხავს, ფილმი გვიყურებია, როგორ იქცევიან ავტოკრატიიდან, როგორ გადადის დიქტატურაში, ეს ფაზა აქვს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ეს როგორ გამოსდის, ამის მაგალითებიც გვაქვს და როგორ ვერ ახერხებს ამას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ან გააქციოს ოპონენტები, ან იძულებით ემიგრაციაში, ან ციხეში მოახვედროს. ეს არის ის ფაზა, რომელიც ბუნებრივად, ესე ვთქვათ, ნაწინასწარმეტყველებია და ვიცით რასაც მოახერხებდა. თავარი არის ახლა რას დაუპირისპირებთ ჩვენ. ის თუ ოპოზიცია კვლავ დაქსასული იქნება, ის თუ კვლავ იქნება აქეთ ფლანგზე, ანუ რეალურად ის ადამიანები, ვინც ხელისუფლებას ვებრძვით, ეს ადამიანები თუ ისევ დაქსასულობას მოაწყობთ, რა თქმა უნდა, მას გამოუვა დიქტატურაში. კი ბატონო, ვილაპარაკოთ, თქვენ თქვით რომ ერთი ფაზაო, არის თუ არა, ანის მინდა ვკითხო და მე თქვენც კითხავთ, არის თუ არა ამ ფაზის გაგრძელება იქნება თუ არა შემდეგ პატიმრობაში მოქცევა და პარტიების გაუქმება. ანუ ეს არის თუ არა ერთმანეთთან გამომდინარე ორი პროცესი, ანუ რამდენად მოსალოდნელია რომ შეიძლება თქვენი სურვილი არის ყველასი, მათ შორის დასაპატიმრებლად გამზადებული პოლიტიკოსების პოლიტიკაში ყოფნა და დარჩენა, მაგრამ ამის ლეგალური გზების მოსპობა არის თუ არა დღეს ხელისუფლების ამოცანა და ასეთ შემთხვევაში რა საპასუხოდ რა გაქვთ თქვენ? ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მარწუხს მოუჭერს ოპოზიციას, რა თქმა უნდა, შესაძლებელია იყოს გადადგმული ქართული ოცნების მხრიდან, მათ შორის პარტიების გაუქმება. ცალსახად ამას ხო თვეების მანძილზე ველოდებით, ჯერ კიდევ როდის დაანოსა კობახიძემ და მე რაღაცნაირად შენელდა ეს პროცესი, მაგრამ დავეთანხმები ანას, ანუ არ აქვს მნიშვნელობა პარტიულად ასე ქართული ოცნება მოგცემს თუ არა უფლებას ჩვენ ვიფუნქციონიროთ. ჩვენ როგორც ადამიანები პოლიტიკაში მყოფი ადამიანები თუ სამოქალაქო აქტივისტები, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ჩვეულებრივ ბრძოლას. ხო, მაგრამ თქვენ აქტივისტები არ ხართ, პოლიტიკოსები ხართ, ანუ პოლიტიკური პარტიის ფორმით, აი როგორ, ანუ რამე გეგმა B გაქვთ თუ არა? აკრძალული პარტიების შემთხვევაში, დაპატიმრებული ლიდერების შემთხვევაში, აბსოლუტურად შეზღუდული პოლიტიკური პროცესის შემთხვევაში, როდესაც მართალი თქვა, ანუ ოპონირებას არ უწევთ ჩვენ ერთმანეთს, რაღაც ჯანდაცვის სისტემა როგორი გვექნება, ეს ხომ არის გაცხადებული რეპრესია რეჟიმის მხრიდან, სადაც მათ ამავდროულად აქვთ სურვილი, კი, აქვთ სურვილი, რომ ისინი აღიარებულნი იყვნენ მათ შორის დასავლეთის ქვეყნების მხრიდან და იყვნენ ლეგიტიმურები, მაგრამ მანამ სანამ ისინი ამ გზაზე იდგებიან, მათ შორის პარტიების თუ ინდივიდუალურად ცალკეული პოლიტიკოსების აკრძალვის ნაწილში, ლეგიტიმურები ვერ იქნებიან ვერასოდეს და საბოლოო ჯამში მათი ფუნქციონირება დასრულდება სწორედ მაგ ნაწილში, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც რეგიონში გვაქვს, ან ზოგადად სოფლიო დღის წესრიგში არის. და აი თქვენი მხრიდან მუშაობთ პოლიტიკური პარტიები, რომ რა მოხდება პატიმრობის შემთხვევაში, რა მოხდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში? ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ ინტერპარტიულად იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს მუშაობის სურვილი, შექმნან დღის წესრიგი, ჩამოაყალიბონ გარკვეული რუტინა, რომელ რუტინაშიც ვისაც სურვილი ექნება ჩაერთვება. იქნება ეს კოალიციურად თუ ალიანსში, თუ ინდივიდუალური პოლიტიკოსები და ამის სურვილი ექნებათ, ამაზე ვმუშაობთ ჩვენ. კი ბატონო, ვისაც აქვს სურვილი ამის დაზუსტება, რატომ არის საჭირო? ანუ ზოგიერთ იმიტომ რომ შესაძლებელია იყვნენ ადამიანები, ვისაც არ უნდა რაღაც გარკვეულ პროცესში ჩართულობა, არ არის მომხრე, აგერ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ყველანაირ არჩევნებში უნდა შევიდნენ, რეჟიმის მიერ დასახელებულში არ გააჩნიათ რაღაცა პირობები, როგორიც ჩვენ გვაქვს არჩევნებთან მიმართებით. ლელო ამბობს, რომ ყველა არჩევნებში უნდა შევიდეს, მაგრამ ეს ვერ იცავს მის ლიდერებს, თუნდაც ამ საქმის ფიგურანტები იყვნენ და სწორედ ეს არის მთავარი ამბავი, რომ ვერ იცავს, ამიტომ უნდა მოითხოვო ისეთი არჩევნები, რომელშიც ყველანი ვიგრძნობთ თავს ლეგიტიმურად საბოლოო ჯამში და ეს არჩევნებიც იქნება დემოკრატიული, გამჭვირვალე, სამართლიანი და ხმისუფლებით, რაც ყველაზე მთავარია, რანაირად შეიძლება შევიდეს რომელიმე პარტია ან რაიმე გაერთიანება არჩევნებში, როდესაც ამდენ ემიგრანტს აქვს ხმა წართმეული, უბრალოდ ხმის ამოღების უფლება არ აქვს ფაქტობრივად ადამიანებს ერთადერთი რაღაც ბერკეტი ქონდათ გავლენის, რომელიც საკუთარ სამშობლოში შეეძლოთ განეხორციელებინათ და ესეც წაართვეს ადამიანებს, რომლებიც დღევანდელ დღემდე ინახავენ ამ ქვეყნის მოსახლეობას. კი ბატონო, ანას ვკითხავ, ასეთი კითხვა დღეს რამდენიმე პოლიტიკოსს
და მიმომხილველსაც დავუსვი, რჩება თუ არა შთაბეჭდილება, მათ შორის იმის გამო, რომ მათ შორის თქვენი გუნდის ლიდერს და სხვადასხვა მაგალითად ზურა ჯაფარიძესაც, ანუ გარკვეულ ფორუმებზე თუ რაღაც ღონისძიებებზე საზღვარგარეთ გასვლის შესაძლებლობას აძლევენ, რაღაცნაირად ამ შესაძლებლობის მიცემაც არის თუ არა ჩანაფიქრი, რომ ან ემიგრაციაში წადით, ან ციხეში წადით, თავარი არ იყოთ აქ და არ იყოთ პოლიტიკაში. ანუ რაღაც ამ ტიპის არჩევანი თუ დგას და ასევე დღეს წავიკითხე თორცები თენგო კირთაძე ლაპარაკობდა ფედერალისტების წევრი პალიტრაზე ამბობდა რომ რაღაც შემოთვლები იქნებოდაო ამ ადამიანებთანო, ბუნებრივიაო რომ ან წადით, ან მოკლედ რაღაც ტიპის კომუნიკაცია იყო ამ ლიდერებთან, რაღაც ციტატა რომ არ დავამახინჯო. ხო, ვერანაირ შემოთვლაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. უბრალოდ არჩევანი ახსენეთ თქვენ და მე არ ვფიქრობ, რომ ეს არჩევანი უდგათ პოლიტიკურ ლიდერებს. ანუ არჩევანი არის ერთადერთი, ანუ იძულება არის უბრალოდ ორივე შემთხვევაში. ციხეში ხარ თუ ემიგრაციაში ხარ, ეს არის იძულება, რასაც რეჟიმი გაიძულებს, რომ ამ მომენტისთვის სხვა არჩევანი არ გაქვს. ანუ რა უნდა თქვა მაშინ, ანუ რა უნდა აღიარო ის აბსურდული ბრალი, რაც წამოყენებულია, რაც არ გაგიკეთებია. ან გიორგის შემთხვევაში, რა ქვია, ძალადობა მოწონდაო, აბა რატო იღიმებოდაო. სხდომები დახურეს, რომ ესეთი ფრთიანი ფრაზები ადვოკატებმა გამოგვიტანონ, ან იმის საშუალებასაც არ გვეძლევენ, რომ დავესწროთ სხდომას და ის სასაცილო მდგომარეობა, რაშიც ჩავარდნილი არის, საზოგადოებამ ნახოს. ერთი კომენტარი ძველი არქივიდან შეხვდა მანენა კობახიძის დაპირება 2012 წელს ხელისუფლებაში რომ მოვალთო, ჩვენ სასამართლო პროცესებს გავხსნითო და ღია გახდებაო და ეხლა ეს ადამიანი არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, რომელიც ნოტარიუსივით იღებს გადაწყვეტილებებს. ასე ატყუებენ, ასე მოატყუეს, ასე ატყუებენ ადამიანებს, არანაირი საბოტაჟი, არანაირი ბრალი ადამიანებს არ მიუძღვეთ, ანუ დავასრულებ თუ შეიძლება პოლიტიკოსის საქმეა თუ ნორმალური მდგომარეობა უნდათ და რეპრესიები არ უნდათ. ანუ აბა რა უნდა იქნა ოპონენტს, ხელისუფლების საქმეები უნდა მოეწონებია ყველა და ოპონირება არ უნდა გაეწია, არ უნდა ემხილებია კორუფციაში, არ უნდა ემხილებია, რომ ესა თუ ის კანონი არასწორი იყო და უნდა მიიღო. რეალურად ეს არის შეკრული ამ საქმეში და ამით უნდა დაიჭირონ ახლა ეს ადამიანები და რაც შეეხება ქვეყანას დატოვებს ვინმე თუ ციხეში და იჯდება, ეს არანაირად არ აბედნიერებს არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს, ესეც მინდა ვთქვა, რომ არის ხოლმე, რომ თავისინებით მიდიან აქ, თავისინებით მიდის იქ. ეს არჩევანი რეალურად არ არსებობს. სინამდვილეში არის ის, რაც რეჟიმმა მიუსაჯა ამ ეტაპზე ამ ადამიანებს. კი ბატონო, თქვენი დამოკიდებულება როგორც პოლიტიკური პარტიის წევრი რა არის? რა გირჩევნია თქვენი ლიდერი თუ ესეთი მძიმე იძულების ან არჩევანის წინაშე იქნება, გავიდეს ქვეყნიდან თუ მირჩევნია პატიმრობაში იყოს ნებისმიერ შემთხვევაში და ჩემი პირადი აზრია და მე ესეც ვუთხარი გიორგის, რომ ის უფრო თავისუფლებაზე ვერ არის ვერც ემიგრაციაში მყოფი და ვერც საპატიმროში მით უმეტეს, ამიტომ სადაც უფრო ქმედითი იქნება, სადაც უფრო მეტად გამოსაყენებელი იქნება გიორგის რესურსი, ჩემი აზრით ეს რესურსი უნდა მოახმაროს ამ ეს არის თემა, რომელზეც თქვენი რჩევა ცალკე და ასევე პოლიტიკოსების ინდივიდუალური გადაწყვეტილება. კი, ეს ამაში არის ჩემი წარმოდგენით და გულწრფელი რო გითხრათ, ალბათ ერთიანობა არ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით, ნაწილი ლიდერების უკვე ქვეყნის გარეთ არის, თქვათ, ნაწილი ელოდება განაჩენს და ამბობენ, ნაწილი პატიმრობაში ელოდება, ნაწილი თავისუფლებაზე. უკვე პატიმრობაში არის, ნაწილი ელოდება და დიდი ალბათობით ეს იქნება პატიმრობა გამოყენებული, ჩემი აზრით. ამიტომ ნებისმიერი ბრძოლა პოლიტიკოსის, რომელიც ქმედითი იქნება აქ თუ იქ, ეს არის დასაფასებელი და ვფიქრობ, რომ იმ ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანებმა, რომელიც უყურებს ამ პროცესს, უნდა თითოეულის ბრძოლა უნდა შეაფასოს როგორც გმირობა და ეს არ არის სხვამაღალი ნათქვამი, იმიტომ რომ ეს ამ ადამიანებს ინდივიდუალურად შეეძლოთ სულ სხვა კარიერა
ვერა ქონოდათ ცხოვრებაში და სულ სხვანაირად წარიმართულიყო არა მარტო მათი, შეიძლება ჩვენიც, რომ არა ეს ბრძოლა შეიძლება საერთოდ სხვა მდგომარეობაში ყოფილიყავით, მაგრამ ეხლა ასეა, ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის პრინციპები, რაზეც ხელი ჩავჭიდეთ ერთმანეთს, შევთანხმდით, მივიყვანოთ იქამდე კი ბატონო, ანის მინდა ვკითხო, თქვენი აზრით რა უფრო თუ თქვენს რჩევაზე იქნებოდა თქვენ პოლიტიკური გუნდის ლიდერებს რა ტიპის რჩევას მისცემთ? მე დავიწყებ იმით, რომ პირველ რიგში ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილების საკითხი, აბსოლუტურად ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს ესეთი გაცნობიერებული გადაწყვეტილება თავად, იმიტომ რომ ეს ადამიანები მხოლოდ ქვეყნის წინაშე არ არიან პასუხისმგებლნი, ოჯახებიც ყავთ, შვილები ყავთ, რასაც მე ასევე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და ვითვალისწინებ ამ ფაქტორსაც, მათ უკან ოჯახებია, რომლებმაც გაიარეს არაერთი სტრესი, რისი მომსწრენით ჩვენ ვიყავით, მათ შორის კადრს მიღმაც, აქ არიან ბავშვები, მათ შორის არასრულწლოვნებიც, ამიტომ თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ციხეში წასვლის თუ გარეთ იძულებით ემიგრაციაში წასვლის შესახებ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მე როგორც რიგითი ამ ქვეყნის მოქალაქე თუ პოლიტიკაში მყოფი ადამიანი არ დავაკნინებ მათ გადაწყვეტილებას, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს ეს და ვფიქრობ, რომ არავის განკითხვის საგანი არ უნდა გახდეს იძულებითი ემიგრაცია თუ იძულებითი ციხეში წასვლა, ვინაიდან ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება არის უმძიმესი და ყველა ის ადამიანი, ვინც წავა ემიგრაციაში, დარწმუნებული ვარ, რომ იქ თავისუფლად ნამდვილად ვერ იგრძნობს თავს და ეს იქნება საკმაოდ მძიმე დარტყმა, ისევ არც თუ ისე ნაკლები შეიძლება ითქვას, როგორც ციხეში ყოფნა, მაგრამ აქ ციხეში ვინც მიდის, არც იმათი კრიტიკა არის მისაღები ჩემთვის, იმიტომ რომ ამ ადამიანებს აქვს გაცნობიერება. მე მოვისმინე გამბედაობისაც და არ ვიცი თავ თითქოს კურორტზე მიდიან, ეხა არაერთხელ მსმენია ნიკა გვარამიას შესახებ, რომ აი რაღაც მიდი კურორტზე მიდის, გეგონება დასასვენებლად ადამიანი, მე-5 თუ მე-6 თუ შვებენ პატიმრობაში და ანუ მსგავსი ტიპის განკითხვა აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია და თითოეულმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვინც იქნება ამ რაღაც შემადგენლობიდან ემიგრაციაში, ისინი გარკვეულ და დიდ როლს შეასრულებენ, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია. არის თუ არა ეს პროცესი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებას, რომლის არეალიც, ჩემი აზრით, თქვენი თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილებითაც ბოიკოტის შესახებ მნიშვნელოვნად დავიწროვეთ თქვენთვისვე ამ ქვეყანაში და პოლიტიკისთვის ამ ქვეყანაში. ახლა ამ გადაწყვეტილებით, არ ვიცი, ძალიან მძიმე დარტყმა, ანუ რაღა დარჩება პოლიტიკური ცხოვრებიდან, ანას მინდა ვკითხო და ასევე ალიანსსაც ვახსენებ, ნიკა გვარამია ამბობდა, მე მგონი, რომ უნდა კიდევ შევიკრიბოთ და გადავიაზროთ და აი აქ რა ვითარება. უახლოეს დღეებში არის შეხვედრა და მას შემდეგ ალბათ უფრო თამამად და უფრო ღიად გვექნება შესაძლებლობა ალიანსში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბროთ, როგორც იცით, რა მდგომარეობაც არის ამ ეტაპზე, ფაქტობრივად რუტინული მუშაობა არის გაჩერებული, რაც ჩემთვის პირადად არის სამწუხარო. რაც შეეხება როგორ ანუ 24-ის შემდეგ პროცესებზე რაც ისაუბრეთ, ხო, აი ხლა აი ამ მოსალოდნელი პატიმრობის პირობებში და შემდეგაც სადღა იქნება პოლიტიკური ცხოვრების ადგილი. რომ ეს პროცესი თუ პარლამენტში ვიქნებოდით ეს დააზღვევდა და იმუნიტეტი დააზღვევდა ამ პროცესებს. არ ვფიქრობ ამას, იმიტომ რომ ამის მაგალითი გვაქვს ხაზარაძე და ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით, როცა იმუნიტეტი მოუხსნეს და ერთი ადამიანი არ ყოფნიდათ ამისთვის, შეიძლება კანონი შეეცვალათ, ან მაგალითად ვიღაცა გადაიყვანათ ოპოზიციური გუნდიდან მიემხროთ, არ ვიცი, შეიძლება მოეხერხებინათ, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდებოდა, რომ დესტრუქციული თუ მოინდომებდნენ, რომ იმუნიტეტი შეეჩერებიათ მისთვის პოლიტიკოსებისთვის თუნდაც პარლამენტში ამას მოახერხებდნენ, დარწმუნებული ვარ, პარტიებსაც აკრძალავდნენ. ისევე, ანუ მე არ ვთვლი, რომ ამ წუთას გახარიას პარტიას რამე განსხვავებულად ექცევიან პირიქით. ანუ მათაც ისე უარესად, რაც მოხდა პარლამენტში. ამიტომ ის, რომ ეხლა უნდა ვინანოთ პარლამენტში შესვლა არ შესვლა, ეს საერთოდ არ განიხილება და არც მგონია, რომ ამაზე მსჯელობა ეხლა რელევანტური იყოს, იმიტომ რომ აი როგორ დავსვი საკითხი ნახეთ, პოლიტიკური ცხოვრების
წარმოების ადგილები არის უკიდურესად შევიწროებული. ნახეთ, თუ პოლიტიკური პროცესის წარმოების ადგილად პარლამენტს განვიხილავდით, არის ნამდვილად. კარგი, თქვათ, განვიხილავდით, ვერანაირი პოლიტიკური პროცესი პარლამენტში ვერ იქნებოდა, იქნებოდა მუდმივი ჩხუბი, დაპირისპირება და ასე შემდეგ. ანუ ქართული ოცნება სახეს ხო არ შეიცვლიდა, ხო იგივე იქნებოდა. ანუ ის ხო ისევ შეეცდებოდა ოპონენტების გაქრობას, იმის ჩვენებას, რომ აი ვერაფერს წარმოადგენ, იმის ჩვენებას, რომ ეხა კანონის შემოვიყვანე და არის თუ არა ახლა ოპოზიცია სუსტი, იმდენად რომ ხელისუფლებას აქვს ფუფუნება, თუ ამას ფუფუნება ქვია, ესეც მათი მხრიდან ალბათ პოლიტიკური ცხოვრების განადგურების მცდელობაა, რომ ასე მოხვიოს ხელი და ამდენ ლიდერს ისევ უკრას თავიც. ამის მცდელობა აქვს, უბრალოდ ეს როგორ დამთავრდება საბოლოო ჯამში, ამას ვნახავთ და არ მჯერა რომ ეს ამ ქვეყანაში გადაწყდეს ისე სიტუაცია, რომ ხო ვიცით ადამიანების განწყობები, ხო 80%-იც არის უკვე რეალურად ამ განაწყენებული და წინა ნაწილში პასუხი რო გავეცი. ამდენის გაბედულებას 20%-იანი ეს თქვათ ხარდაჭერით აძლევს ხელისუფლება. მე არ მჯერა რომ ამ ადამიანებს იმ პროცენტის რაოდენობა აქვთ მინიმუმ რაც დაიწერეს, ხო? აი ეს არჩევნები რომ მოგვატყუეს, დაწერეს და 20 კრიტიკული არხების ეგზიტ პოლებს არ დაუწერია მათ. იმის შემდეგ რა მოხდა? ან დარბევები, ცემა, განაწყენეს ასევე ქალბატონო დიანა არ უნდა დაგვავიწყდეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მის წიაღში არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკვე ადამიანები, იმიტომ რომ კიდე როგორც თქვი, დიდი კლანები, რაც მის ირგვლივ არსებობდა, იყო ძალიან ეროზიას იწვევდეს მის მომხრეებში. ძალიან დიდი მადლობა, აღარ გვაქვს დრო.